ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი სფეროა, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე წარმატებისთვის მხოლოდ ბუნება და კულტურა აღარ არის საკმარისი. საჭიროა სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფენ სერვისის ხარისხსა და სექტორის მდგრად განვითარებას. სწორედ ამ თემებს დაეთმობა მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია სტანდარტები ტურიზმში, რომელიც თბილისში 22 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიება ფოკუსირებულია მდგრად ტურიზმზე, სასტუმროების კლასიფიკაციაზე და ტუროპერატორების თანამედროვე კრიტერიუმებზე. უფრო ვრცლად დაგეგმილი ღონისძიების დეტალებზე და მის მნიშვნელობაზე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატალია კვაჭანტირაძე და ასოციაციის სტანდარტების კომიტეტის ხელმძღვანელი თეონა ნემსწვერიძე არიან ჩვენი დღევანდელი ეთერის სტუმრები. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გაცემეს სტუმრობისთვის. ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ტურიზმის მნიშვნელობაზე ამ გადაცემაში და იმაზე თუ რა სარგებელი მოაქვს ტურიზმს და ყველა ჩემთვის პირადად ის პერიოდი, როდესაც რაღაც პრობლემები არის და ტურიზმის სექტორს გარკვეულწილად აკლია ტურისტები, ძალიან პრობლემურად განვიხდი ხოლმე, თითქოს მე მეხება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვაცნობიერებ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სექტორს ქვეყნის ეკონომიკისთვის, მისი შემოსავლების და შემდგომ. თუმცა ის რომ ტურიზმში არის გამოწვევები, შეუძლებელია რომ ამ სექტორის რომელიმე წარმომადგენელს სხვა აზრი ჰქონდეს. დიახ, არის გამოწვევები და ეს არის სტანდარტები. და რაც უფრო მეტად ვიზრდებით, რაც უფრო მეტად ბევრი ტურისტი შემოყვავს, ეს სტანდარტები უფრო მეტად დახვეწას საჭიროებს. და ამიტომ მხოლოდ მივესალმები ამ ტიპის კონფერენციის ჩატარებას, მით უმეტეს როგორც გავიგე მეშვიდე ტარდება და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რომ სექტორი გრძნობდეს, რომ სტანდარტების ამაღლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. დავიწყებ ქალბატონო ნატალია თქვენ რა მიზანს ემსახურება წელს და რას ნიშნავს სტანდარტების ამაღლება? რას ნიშნავს ახალი სტანდარტი სექტორში, როგორ ხედავთ თავად სექტორი აი ამ სტანდარტებს და მე უკვე დეტალურად ვისაუბროთ, ვინ იღებს კონფერენციაში მონაწილეობას, ვინ არის დაუშვათ მომხსენებელი და შემდგომ და რა ტიპის სარგებელს მიიღებენ თავად ამ კონფერენციის მონაწილეები. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიახ, 22 სექტემბერს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მდგრადი ტურიზმის განვითარებას და სტანდარტების დანერგვას ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, როცა ჩვენ საუბრობთ კრიტიკულ სიტუაციებზე, როცა ტურისტი გვაკლია ქვეყანაში, ძალიან მწვავედ განიცდის ნებისმიერი, რადგანაც ჩვენი ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი არის სწორედ ტურიზმი და შესაბამისად ძალიან დიდი ფოკუსირების ცენტრშია და თავისთავად როცა საუბრობთ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე, აი ეს სწორედ აქ გამოჩნდება ხარისხის მაჩვენებელი რამდენად გვაქვს სწორად და ასე ვთქვათ მაღალ კრიტერიუმებში და რამდენად გვჭირდება ჩვენ გავიზიაროთ საერთაშორისო გამოცდილება სტანდარტების დანერგვის კუთხით და სწორედ როცა ამ საკითხებს ვეხებოდით წლების უკან გაჩნდა იდეა რომ ჩვენ ყოველწლიურად შეგვეკრიბა პროფესიონალები ექსპერტები და მსმენელისთვის მიგვეცა საშუალება მოესმინათ სწორედ საერთაშორისო გამოცდილება, როგორ ახდენენ ქვეყნები ფოკუსირებას სწორედ განათლების ხელშეწყობის ნაწილში, სტანდარტების გაძლიერების ნაწილში და ზოგადად ხარისხის გაუმჯობესების ნაწილში. თვითონ ღონისძიება ძალიან საინტერესოა ჩვენ ღონისძიება ერთდღიანია თუ რამდენიმე დღეს მოიცავს? ღონისძიება გახლავთ ერთდღიანი, მთელი დღე ეთმობა სწორედ იმ ძირითადი საკითხების განხილვას, რომელიც ზოგადად მდგრადი ტურიზმის კომპონენტებზეა დაყრდნობილი და ფოკუსირება სწორედ ამ კუთხით ხდება, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ექსპერტების მხრიდან. ძალიან კარგი საშუალებაა ბიზნესმა თავად მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ დისკუსიაში, ნებისმიერ კითხვა-დასვას, რაც სწორედ საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან იქნება პასუხგაცემული და ჩვენთვის რა არის ბიზნესი? ბიზნესი შეიძლება იყოს როგორც პრაქტიკულ უნარებზე დაფუძნებული სწავლება თუ უნარი, მაგრამ დღეს ჩვენ გვჭირდება სწორედ ფოკუსირება მოვახდინოთ საერთაშორისო ტრენდებზე, ახალ ინოვაციურ მიდგომებზე, სტანდარტების როლზე, იმისთვის რომ ბიზნეს საქმიანობა ჩვენი კერძო სექტორის იყოს წარმატებული და რა თქმა უნდა კონკურენტუნარიანი. კი ბატონო. თეონა, ძალიან მნიშვნელოვანია ვინ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, ან ვინ იქნებიან დაუშვათ მომხსენებლები, რომ და ძალიან ბევრჯერ არის ხოლმე ხაზგასმული მდგრადობა. რას ნიშნავს მდგრადი განვითარება ტურიზმის სექტორისთვის და აი სტანდარტების ამაღლება, სტანდარტების თუნდაც საერთაშორისო სტანდარტების ქართულთან მიახლოება, როგორ გესახება და ვინ იქნებიან მომხსენებლები, რომელმაც ეს უნდა გაუზიაროს დაუშვათ თქვენს კოლეგებს, რომლებიც აი ამ კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას? ჩვენი კონფერენცია შედგება 3 სესიისგან. 3-ვე სესია განიხილავს სხვადასხვა თემატიკას. პირველი სესია არის ადგილის განვითარება, მდგრადი ადგილის განვითარება. აქ ჩვენ ვისაუბრებთ, როგორ გარდაუქმნათ ესა თუ ის ადგილი ტურისტულ მიმართულებად.
აქ ისეთი საკითხები განიხილება, როგორიც არის მმართველობა და მენეჯმენტი, სტრატეგიული დაგეგმარება, ურბანული განვითარება, მდგრადი ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის ჩართულობა და მათი გაძლიერება, ასევე გარემოს დაცვა და კულტურა. მომხსენებელი იქნება კოკო თანგი, რომელიც არის გლობალური მდგრადი ტურიზმის საბჭოს ბორდის წევრი და ის განიხილავს სხვა ქვეყნების მაგალითებს და შემდეგ გადავა უკვე საქართველოს მოდელზე, როგორ შეიძლება საქართველოს დაანერგოს ესა თუ ის მდგრადი კომპონენტი ადგილის განვითარებაში. ადგილობრივი სექტორიდან მონაწილეობას მიიღებენ ნაკლებად ცნობადი მუნიციპალიტეტები მყავს დაპატიჟებული მოწვეული, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი არის გავაძლიეროთ ზუსტად ის ნაკლებად ცნობილი ადგილები და მათ თავიდან ვაჩუქოთ სიცოცხლე, ესე ვთქვათ, აღვადგინოთ. ძალიან საინტერესოა, რომელი რეგიონებია, ანუ რა, ახლა კიდევ უფრო მეტი დეტალის გაგება მინდა თქვენი საუბრის გათვალისწინებით, რომელ რეგიონებზე აქცენტი და რას ნიშნავს უფრო ნაკლებად ცნობილი ადგილები, ანუ ძალიან ბევრი ადგილია საქართველოში, რომლის შესახებაც საერთოდ საქართველოს მოქალაქეებმაც არ ვიცით სამწუხაროდ და ეს ამ ადგილების პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აი რამდენად არის თუნდაც ინფრასტრუქტურის კუთხით ესა თუ ის ადგილი შესაბამისად ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ ამაზეც იქნება ყურადღება გამახვილებული როგორც ხდება. მოწვეული მყავს ის მხარები, სადაც მთელი წლის განმავლობაში ჩვენ თვითონ მუშაობდით და ჩვენ თვითონ გვაქვს რაღაც ენერგია ჩადებული იმაში, რომ რაღაც კეთებია, ეს არის კერძოდ ლენტეხის მუნიციპალიტეტი და ლანჩხუთი. რა ნიშნით შეიჭრა ეს მუნიციპალიტეტი? ჯერ ეს ერთი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თვითონ ვიმუშავეთ იქ, ჩვენ თვითონ გვქონდა შეხება და აი ამაზე მოვყვებით, როგორ დავიწყეთ ნოლიდან და რა გავაკეთეთ მათთან ერთად, რა თქმა უნდა, მათი ჩართულობით და მათი ინიციატივით, იმიტომ რომ თუ მათი მხრიდან ინიციატივა არ არის და სურვილი არ არის, ჩვენ ცალმხრივად ვერაფერს ვერ შევძლებთ და მეორე იმ მხრივ შეირჩა, რომ ზუსტად არის ნაკლებად ცნობადი ადგილები, რომლებიც საჭიროებს წინ წამოწევას მხარდაჭერას, არა მხოლოდ გლობალური ორგანიზაციები, არამედ ჩვენი მხრიდანაც საჭიროებენ ისინი მხარდაჭერას. აი მეორე სპიკერზეც ვისაუბრებ, პირველ სესიაში მეორე სპიკერი გვყავს მოწვეული მდგრადი საზოგადოება ტურიზმის განვითარების არის ესეთი ორგანიზაცია, რომლის CEO და პრეზიდენტი ჩამოდის და ის გააკეთებს აქცენტებს საზოგადოების როლზე ადგილის განვითარებაში, იმიტომ რომ ამას ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი აქვს ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობას და მათ გაძლიერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ვერასდროს ვერ დადგება ფეხზე, თუ ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ჩართვით, ვერ მოგვეხმარა და არ გავაძლიერეთ. ეს არის პირველი სესია. მეორე სესია უკვე ეძღვნება სასტუმროების კლასიფიკაციას და კატეგორიზაციას სისტემას, სადაც ჩვენ წარვადგენთ ჩვენს პროგრამას, რაც საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ბაზაზე დავნერგეთ, ეს არის შეფასების სისტემა, რომელიც ანიჭებს სასტუმროს კატეგორიზაციას და კლასიფიკაციას. ეს კიდევ ქმნის სწორმოლოდის მომხმარებლისთვის, სად ჩამოდის, სად უნდა დაისვენოს სწორმოლოდის, ესე ვთქვათ, და მერე ის აუცილებლად აღიბეჭდება უკუკავშირზე, რომელიც გავლენას ახდენს უკვე სექტორის რეპუტაციაზე და ქვეყნის იმიჯზე, ხო? იმიტომ რომ სწორი მოლოდინის შექმნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ არც ერთი კატეგორია არ არის დაბალი და არც ერთი კატეგორია არ არის ცუდი. ყველა კატეგორია კარგია, უბრალოდ ყველა კატეგორიას ყავს თავისი მომხმარებელი. სწორად რომ გავაკეთოთ იდენტიფიცირება და ძალიან ბევრმა ისიც კი არის, ის რამდენი კატეგორიზაცია არსებობს და ისიც კი თავის თავს აკლებენ, ესე ვთქვათ, აი ამ ბენეფიტებს. მესამე სესია არის ვორქშოპი ტურ ოპერეიტინგზე და შვეიცარიიდან მოწვეული პროფესორი ჩაატარებს ამ ვორქშოპს. კი ბატონო, სასტუმროების კატეგორიის თემა ერთ-ერთი ყველაზე ალბათ საინტერესო თემაა და მეთანხმებით და თან ისეთი არა მომხმარებლისთვისაც აი მუდმივად რაღაცნაირი აი რამდენი ვარსკვლავია სასტუმროში წავიდე, რამდენი ავიღო, თუმცა ყველა სასტუმროს სამი ენი იქნება, ორი თუ ერთი, მომსახურების ხარისხია და ყველა უკვე თანდათან ეჩვევით რომ გვჭირდება მაღალი მომსახურების ხარისხი, რა თქმა უნდა კატეგორიის შესაბამისად. საქართველოში სასტუმროები რამდენად მზად არიან, რომ აი ამ სტანდარტებს, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე არსებობს, რეალურად გაყვნენ და ამ სტანდარტების მიხედვით იმუშაონ, როგორია თქვენი გამოცდილება და რადგან ამ სტანდარტებთან დაკავშირებითაც სპეციალურად იმსჯელებთ აი ამ კონფერენციის ფარგლებში, გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ ისინი აი ამ სტანდარტების გაზიარებისთვის არიან მზად?
დიახ, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ როცა ჩვენ წლების უკან ესე ვთქვათ მუშაობდით და აქცენტს ვაკეთებდით სწორედ ხარისხის მაჩვენებლების ზრდაზე ტურიზმის მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით გამოიკვეთა სასტუმროების როლი. თავისთავად ჩვენ ვსაუბრობთ ამ ეტაპზე სასტუმროებს, რომლებიც არიან ადგილობრივი და არ არის ეს ბრენდული სასტუმროები, რადგანაც ბრენდულ სასტუმროებს თავიანთი ესე ვთქვათ სტანდარტები გააჩნია, რის საფუძველზე ოპერირებენ ნებისმიერ ქვეყანაში. თავისთავად ჩვენს მიერ შემუშავებული ასოციაციის შიდა სტანდარტი არის მხოლოდ სარეკომენდაციო მიმართულების, ასე ვთქვათ, დოკუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენს ექსპერტს ჩავიდეს ადგილზე და ესე ვთქვათ მონიტორინგი გაუკეთოს იმ ესე ვთქვათ სასტუმროს, რომელიც ოპერირებს რეგიონებში, თბილისში და ამის საფუძველზე განსაზღვროთ მათი კატეგორია, რომელიც შემდეგ მას შეუძლია გამოიყენოს საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, ესე ვთქვათ, ცნობიერების ამაღლების ნაწილში, როგორც თავის სასტუმრო შეთავაზების ჭრილში და თავისთავად ესეთი ტიპის სასტუმროები თანამშრომლობენ უკვე ასოციაციასთან. ეს არის ადგილობრივი სასტუმროები. რამდენი ასეთი სასტუმროა, თუნდაც ამ კონფერენციის ფარგლებში რამდენი მიიღებს მონაწილეობას და ანუ ამით იმის გაგება მინდა, რამდენად აქვთ ქართულ სასტუმროებს არაბრენდულს ბუნებრივია სურვილი, რომ აი ეს სტანდარტები მაქსიმალურად იყოს დანერგილი, თუნდაც ის სარეკომენდაციო ხასიათის იყოს. რაც შეეხება ჩვენი ინიციატივა არის სრულიად ახალი, აი ბოლო 2 წელია, რაც ესე ვთქვათ თავაზობთ ჩვენს როგორც წევრებს, ასევე არაწევრ ადგილობრივ სასტუმროებს. ახლა კონფერენციის ფარგლებში გვეყოლება ერთი მაგალითი იქნება წარმოდგენილი გუდაურის ჭრილში, რომელსაც თვითონ წარადგენს იმ შედეგებს, რომელიც მიიღო ასოციაციის მხრიდან და მას გადაეცემა შესაბამისი აი საინტერესოა, პირობითად ეს სტანდარტები რას მოიცავს, ესე ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ რეალურად რა ტიპის სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს პირობითად არაბრენდული სასტუმრო, რომ მაქსიმალურად ხარისხიან მომსახურება ჩაითვალოს მისი საქმე. რაც შეეხება ზოგადად სტანდარტი არის რა თქმა უნდა სტანდარტი არ არის რაღაც ახალ ველოსიპედს ვერ მოვიგონებთ, რა თქმა უნდა ჩვენ ვეყრდნობით საერთაშორისო გამოცდილებას ასევე, რადგანაც გაზიარებული გვაქვს გლობალური მდგრადი ტურიზმის საბჭოს კრიტერიუმები და ასევე ძალიან ბევრი ევროპული კრიტერიუმი, რომელიც ქმნის ზოგადად იმ სტანდარტს, რის საფუძველზე შემდგომში ოპერირებს ესე თუ ის სასტუმრო. თავისთავად აქ გათვალისწინებულია როგორც ინფრასტრუქტურული მიდგომა, ადამიანის როლი, დასაქმებულის როლი, მისი სერვისის მიწოდების ნაწილში რამდენად მაღალ სტანდარტს ესე ვთქვათ აკმაყოფილებს და როგორია მისი სამომავლო გეგმები სწორედ განვითარებასთან დაკავშირებით. რის საფუძველზე შემდეგ ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციებს, ვაძლევთ შესაძლებლობას იმ პარტნიორებს ეკონტაქტონ, რომლებიც არ არის მათ ბაზაში და ჩვენ უზიარებთ სწორედ ამ ესე ვთქვათ პარტნიორების ლისტს იმისთვის, რომ გააუმჯობესონ თავიანთი ბიზნეს საქმიანობა და თავარი როლი ჩვენი არის სწორედ ის, რომ არ მოვაქციოთ გარკვეულად ჩარჩოებში, ესე ვთქვათ, ჩვენი ბიზნესი. ჩვენთვის თავარია მიიღონ გამოცდილება ჩვენგან, ეს რა თქმა უნდა არის ნებაყოფლობითი და მათ სურვილზე დამყარებული აბსოლუტურად, რადგანაც ჩვენი სურვილი არის მხოლოდ და მხოლოდ სწორედ ამ კონფერენციის ფარგლებშიც, სწორედ ამას ესე ვთქვათ ვიზიარებთ და ესე ვთქვათ ეს არის ჩვენი მესიჯი, რომ იყოს გაზიარებული ურთიერთგამოცდილება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ თქვენს ამ კონფერენციის ორგანიზატორებს და ყველა მონაწილეს. ძალიან კარგ და საინტერესო თემებზე უნდა ისაუბროთ და იმშელოთ და შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ, რომ შედეგიანობაც ექნება აი ამ კონფერენციას ამ თვალსაზრისით. ძალიან დიდი მადლობა. შევხვდებით ბუნებრივია ბიზნეს პარტნიორის სხვა გადაცემებში ამ და სხვა აქტუალურ თემებზე სასაუბროთ.